თუ 6 ნოემბრიდან დღემდე მოქალაქეებს აწუხებს განსაკუთრებული სისუსტე, თაუბრუს ხვევა, გულის აჩქარება, თვალების გაღიზიანება ან აცრემლიანება, ეს სიმპტომები შესაძლებელია პირდაპირ იყოს დაკავშირებული სწორედ იმ დაბინძურებულ ჰაერზე, რომელიც არის დედაქალაქში და არა მარტო დედაქალაქში, არამედ საქართველოს არაერთ ქალაქში. ამას ადასტურებს ოფიციალური მონაცემებიც, რომელსაც მათ შორის გარემოს დაცვის სამინისტროც ავრცელებს და ამ მონაცემებით დგინდება ის, რომ მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია მკვეთრად აღემატება დაშვებულ ნორმებს არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს კიდევ სხვა ქალაქებში, მათ შორის საუბარია რუსთავზე, საუბარია მცხეთაზე, კასპში, შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკულად მაღალია მაჩვენებელი ამ კუთხით ქუთაისშიც და როგორც ამას გარემოს დაცვის სამინისტრო ამბობს, მიზეზი ამ ყველაფრის არის ის, რომ სამხრეთიდან შემოსული ქვიშები გამოიწვია ეს ყოველივე და ეს დაბინძურება შეიძლება ითქვას, რომ სავსებით არის შეუიარაღებელი, თვალითაც კი მარტივი დასანახი მოქალაქეებისთვის, მათ შორის ახლაც კი დედაქალაქში მოქალაქეები ალბათ ხედავენ კადრშიც კი თუ როგორი თეთრ შავ ნისლშია უბრალოდ დედაქალაქი გახვეული და ეს მაყურებლისთვის მარტივად აღსაქმელი რომ იყოს არ არის ბუნებრივი ნისლი, არამედ ეს არის ეგრეთ წოდებული სმოგი, როგორც მას უწოდებენ და მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის დაბინძურებული ჰაერი. თუმცა ის ადამიანები, ექსპერტები, ვინც ჰაერის დაბინძურების საკითხებზე ბოლო წლებია მუშაობენ, ამბობენ, რომ რა თქმა უნდა ეს ქვიშების შემოდინებით არის ერთის მხრივ გააპირობებული, თუმცა ამასთანავე აღნიშნავენ იმასაც, რომ დედაქალაქში ამ კუთხით არც მანამდე ყოფილა სახარბიელო მდგომარეობა და საუბრობენ იმ ქაოტურ და მასშტაბურ მშენებლობებზე, რომელიც არის დედაქალაქში და შესაბამისად სამშენებლო მასალებისგან და მშენებლობისგან გამოწვეული მტვერიც იწვევს საბოლოოდ ჰაერის დაბინძურებას, ავტომობილების გამონაბოლქვი და ასევე საუბრობენ იმ გამწვანების არარსებობაზე, საკმარისი რაოდენობის არარსებობაზე, რომელიც საბოლოოდ ვერ ახერხებს, რომ ჰაერში ეს მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია შეამციროს. საბოლოოდ კი ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანები ახლა შეიძლება ითქვას, რომ დამოკიდებული არიან ამინდის პროგნოზზე და ამბობენ იმას, რომ თუ ამინდი გაუარესდება, იწვიმებს ქალაქში, ამის შემდგომ შესაძლებელია, რომ დაბინძურების ხარისხი შემცირდეს, არადა ეს დაბინძურება პირდაპირ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და შეგვიძლია მოვისმინოთ რა რეკომენდაციებს გასცემენ ეს ადამიანები და რამდენად საზიანოა ის ჯანმრთელობისთვის ახლა პირდაპირ ეთერში. ჰაერის დაბინძურება ჩვენს დედაქალაქში 6 ნოემბრიდან არის. ჩვენ 3 წელია უკვე ვახორციელებთ ჰაერის ხარისხის მონიტორინგს და ვაკვირდებით პირდაპირ ეთერში ყოველდღიურად ამ ყველაფერს. აი ესე ამდენხანს ჰაერის დაბინძურება ჩვენს დედაქალაქში არ მახსენდება, შეიძლება იყო როდესღაც უბრალოდ მე პირადად არ მახსენდება. ეხლა კიდევ დაემატა ტრანსსააზღვრო დაბინძურება. რაც რა თქმა უნდა საზიანო არის, რისკ ჯგუფები აუცილებლად უნდა გაფრთხილდნენ და რისკ ჯგუფები არიან ხანდაზმულები, ბავშვები, ორსულები, ონკოლოგიური პაციენტები და გულის და ფილტვის ავადობის მქონე ადამიანები. ესეთ დროს სასურველია რომ მოერიდონ გარე აქტივობას. ეხლა ვარ დამოკიდებული ამინდზე, ქარზე და წვიმაზე, ამინდის გაუარესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ეს დაბინძურება გაიფანტება. ეს არის მარტივად რო ვთქვათ, ნისლი, ოღონდ დაბინძურებული ნისლი. ამას ემატება ადგილობრივი დაბინძურება, ზუსტად ავტომობილის გამონაბოლქვი, სამშენებლო დაბინძურება, ქვიშვრალი მეთოდით დამუშავება. ეს ემატება იმ დაბინძურებას, რაც იყო და ერთიანობაში ვიღებთ იმ დაბინძურებულ შედეგს, რაც გვაქვს. 2 წელია რაც ჰაერის პორტალს ვაკვირდები ERGov.gis და არ მახსენდება, რომ ვთქვათ, ამდენი ხნის, ანუ აი 2 წლის განმავლობაში, უფრო მეტი 2 წელიწად ნახევრის განმავლობაში ესეთი დაბინძურება ყოფილიყოს. გავლენა აქვს იმაზე, ვისაც ალერგია, ასთმური პროცესები, ზედასასუნთქი გზების დაავადებები და ასე შემდეგ, ხანგრძლივადიანად კი ამ ჰაერის დაბინძურებამ შეიძლება გამოიწვიოს ყველანაირი ორგანოს დაზიანება. ასობით სამშენებლო ნებართვა გაიცემა თბილისში. შესაბამისად ეს მშენებლობები ანუ თვითონ არ ფუთავენ ბადით ამ კორპუსებს, რაც დამატებით იწვევს მყარი ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურებას. მთელ საქართველოში დარეგისტრირებულია დაახლოებით 1.700.000 ავტომობილი. ამათგან დაახლოებით 40% არის 10 წელზე მეტი ასაკის, ანუ ძველი ავტომობილები გვაქვს და ესეც პრობლემაა. სახელმწიფოსთვის ჰაერის ხარისხის მონიტორინგი არ არის პრიორიტეტული. თბილისის მერიისთვის, რომელმაც გასცემს სამშენებლო ნებართვა. უკვე ერთი თვეა, რაც საქართველოში შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ჰაერის დაბინძურების ხარისხი მაქსიმალურ და კრიტიკულ ზღვარს აღწევს. თქვენც ისმენთ პირდაპირ ეთერში ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანების პოზიციას, რომლებიც ამბობენ, რომ ამ მასშტაბის დაბინძურება მათ არ ახსოვს და ამ ხანგრძლივობის დაბინძურება ამ დრომდე ჯერ საქართველოში არ დაფიქსირებულა. როგორც გითხარით, 6 ნოემბრიდან არის ეს დაფიქსირებული საქართველოში სხვადასხვა დიდ ქალაქში და რა თქმა უნდა ეს დაბინძურება
დაბინძურებული ჰაერი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მოქმედებს პირდაპირ და რა თქმა უნდა რეკომენდაციები არის ის რომ თუ მაგალითად არ არის გადაუდებელი აუცილებლობა ადამიანებმა შეიკავონ გარეთ გადაადგილებისგან თავი ან იმ შემთხვევაში თუ აუცილებელია რომ მაინც გავიდნენ ქუჩაში და ის უნდა ეს დაბინძურებული ჰაერი გამოიყენონ რესპირატორული ნიღბები რომელიც სწორედ ამ მყარ ნაწილაკებს შეამცირებს და არ მოუწევთ იმ რაოდენობით სუნთქვა დაბინძურებული ჰაერის როგორიც არის ახლა ქვეყანაში. მადლობა დიანა, პირდაპირ ეთერში დიანა ჩირგაძე საუბრობდა.